მოგესალმებით ყველას და გთავაზობ დღის განმავლობაში მსოფლიო შოუ-ბიზნესში მომხდარ სიახლეებს. ჯერ როგორც ყოველთვის ქართული ამბებით დავიწყოთ და შემდეგ უცხოეთშიც გადავინაცვლოთ. ლელა წურწუმია ხმის ჭამწერ სტუდია ორფეის ესტუმრა, სადაც ახალ სიმღერას გაეცნო. სიმღერა, რომელიც შეიძლება სულ ახლო მომავალში ჰიტიც გახდეს, მას გიგა კვენეტაძე მაჩუკა. ჯერჯერობით პოპულარული მომღერალი არ დამდგარა მიკროფონთან. ლელა, გიგა და მამულიჩა ამ ეტაპზე მხოლოდ სიმღერის ტონალობას არჩევდნენ. ლამაზი სიმღერა, შეიქმნა ეს სიმღერა. რამოდენიმე ვერსია გაკეთდა ამ სიმღერის. ეხლა ამჟამად არის უფრო რითმული, თუმცა ეხლა ვსაუბრობთ იმაზე, რომ მე ვფიქრობ, რომ ცოტა დრამატული სიმღერები უფრო მეტად მიხდება, ვიდრე ალბათ რითმული. და შეიქმნა ეს სიმღერა. და შემპირდა, რომ მე ამ სიმღერის სხვა ვარიანტსაც შემოგთავაზებო. ტექსტი შექმნა ირინა სანგიძემ და ალბათ ძალიან ახლო მომავალში ჩვენ ამ სიმღერას უკვე შევთავაზებთ ჩვენს მსმენელს და ეს სიმღერა აუცილებლად შევა ჩემი ალბომის მეორე ნაწილში. მე ვამპირონების შესაძლებლად წურწუმია ქვია დავინახე ის რომ ის არის ადამიანი რომლის სულიდანაც მოდის ეს ნამღერი და მე ჩემს შემოქმედებას ანუ ჩემს ახალ ნაწარმოებს ყველანაირად ვატოფლელა წურწუმიას იქიდან გამომდინარე რომ ის არის პიროვნება რომელსაც შეუძლია ყველაფერი გააკეთოს სხვათა შორის ბოლო დროს არ მახსოვს ზუსტად მაგრამ ვიღაც პიროვნება ყველა ლამაზი ქალბატონი შენ სიმღერას წერის და მე მიხარია რომ ერთ-ერთი ლამაზი ქალბატონი ლელა წურწუმია მიემატა სიას ეხლა მესამე ნაწილი რა ვიყავ როგორც იქნა გაირკვა პოპულარული ქართული ბოიბენდის ქუჩის ბიჭების მეოთხე წევრის ვინაობა. შერატონ მეტეხი პალაცში გამართულ პრეს-კონფერენციაზე ქუჩის ბიჭებმა უკვე ოფიციალურად წარუდგინეს ჟურნალისტებს პაატა ცეცხლაძე. მე დამატებით იმას დავამატებ, რომ პაატა ცეცხლაძე სიონის მგალობელთა გუნდში გალობდა და მისი ჯერჯერობით ერთადერთი კლიპი თქვენ მაესტროს ეთერში გაქვთ ნანახი. ჩვენაწერები და გამზადებული პროდუქცია არის მრავალხმიანი, ანუ 4ხმიანი. იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ ეს 4 ხმა ძალიან გვაკმაყოფილებს და მოგწონს და ჰარმონიულად კარგად ჟღერს, აქედან გამომდინარე, ჩვენ იძულებული ვიყავით მეოთხე წევრი მივიღო, იმიტომ რომ ახლო მომავალში დაგეგმილი გვაქვს არაერთი პროექტი, რომელიც უკავშირდება ცოცხალ შესრულებას და ამას ჩვენ ცოცხლად ვერ ვიმღერებთ სამი. ამიტომ 4 ხმა იყო საჭირო და ამიტომ ვიღეთ. რამდენად კარგად მიიღებს მე შეკითხოთ რამდენად კარგად მიიღებს ახალს მეოთხეს ისა ჩვენ თulit რომ საჭირო პაატა იყოს და პაატა ცეცხლაძე იყოს და არა სხვა. მე თქვენ მინდა გითხოთ, მისაღებია თქვენთვის. რავალ ჟამიერო, რავალ ჟამიერო ვერ დავაწყე. მოღვაწეობ ძირითადად მუსიკაში, სწავლობ კონსერვატორიაში, პირველ კურსზე ვარ საკონცერტო სადირიჟოროს განხრით. ბიჭებმა შემოთავაზეს მათთან სიმღერა, ჩემთვის რა თქმა უნდა ეს წარმოუდგენელი იყო, დიდი სიხარული იყო და დიდი მადლობა მინდა მოუხადო მათ კიდევ ერთხელ და რა ვიცი, ძალიან გახარებული ვარ. პაატასთან ერთად უკვე ჩაწერილია დაახლოებით 3 სიმღერა. და აუცილებლად ვიდეო რგოლს გადავიღებთ პაატასთან ერთად და აუცილებლად პროექტები იქნება რაღაცები, რაც რითიც გამოვაჩენთ უკვე პაატას და პრეზენტაცია პაატასის სცენაზე ძალიან მალე იქნება.
დღევანდელი პრესკონფერენცია შეეხებოდა იმ ახალ ალბომს, რომელიც გამოსულია, რომელიც გამოვიდა უკვე და რიგით მეოთხე ალბომია, რომელიც გავამალე გაყიდვის ქსელში, უბრალოდ დღეს მოხდა ამ ალბომის პრეზენტაცია და ჯგუფში ახალი წევრია, პაატა ცეცხლაძე, რომელიც აქტიურად ჩაებმევა ჯგუფის ცხოვრებაში და გააგრძელებს შემოქმედებით საქმიანობას. თბილისში ახლო მომავალში კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდება. 25 თებერვალს გლდანში გაიხსნება კინოთეატრ რუსთაველის ფილიალი. ჯერჯერობით კი ახალი კინოთეატრის ტერიტორიაზე რუსთაველის მენეჯერმა პრესკონფერენცია მოაწყო და ჟურნალისტებს სამომავლო გეგმები გააცნო. კინო პროდუქტი ჩვენ ძალიან გვაინტერესებს დიდი ხანია უკვე მაგაზე მუშაობთ რუსთაველშიც და შესაბამისად ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ამ მიმართულებით განვითარების მიმართულებით იყო ის რომ ქსელი შექმნილიყო რომელიც ეხლა განვახორციელებთ იმით რომ ახალი კინოთეატრი დამთავრდა უკვე ერთ კვირაში იქნება გახსნა რომელსაც ახმეტელი ქვია და მომავალში კიდე რამდენიმე კინოთეატრი დაემატება. ხმის და სიტყვაზე თვითონ დარბაზის აკუსტიკური მაჩვენებლების და დაპროგრამების ამ ყველაფრის არის რა თქმა უნდა სტანდარტული არის, იმიტომ რომ რაღაც მაჩვენებლებია, ყველაფერს თავის მაჩვენებელი აქვს, თვითონ დარბაზში მაგალითად ვიძახი რომ აი რიგები ეს უბრალოდ არ არის დაწყობილი, მაგალითად ყველა თითოეული ადგილის კუთხე არის გამოთვლილი სიტყვაზე მხედველობის და ასე შემდეგ. რა რაღაც სტანდარტში უნდა ჯდებოდეს თუ არა და წინააღმდეგ შემთხვევაში ეს თქვა ცუდი გამოსახულება და ხმა იქნება. გალერეა უნივერსში პოპულარული ქართველი მხატვრის ედმუნდ კალანდაძის ქალიშვილის ცირა კალანდაძის პერსონალური გამოფენა მოეწყო. დანარჩენი სიუჟეტში ვნახოთ. აი როგორ დაიწყო მხატვრობა ეს ერთშენიერ დღეს აღმოჩნდა მე ამის გარეშე ცხოვრება არ შემილია ეს არის ის გზა რომელიც ჩემია და სხვაგვარად არ შეიძლება იყოს ამიტომ თქვა ჩემთვის ძალიან დიდი ბედნიერებაა რომ მყავს ასეთი мама ესე იგი ამ რა თქმა უნდა რაღაც გზას გიმოკლებს ცხადია და ყოველთვის არაფერს არ უშლის ნამდვილად შევაფასებ ეს არის ძალიან დაკვირვებული ქალი მის წინაშე ძალიან ბევრი სიძნელეები დგას და ის არიხებს უკან. ხატრობა ესეთ საქმეა რომ მე უნდა მოგახსენოთ რომ მე თავად 91 წლისა ვარ და დღესაც მეცადინეობ. და რასაკვირველია სამეცადინო ცირასაც არ. საკმაოდ ორიგინალური გამოფენა მოეწყო თბილისის სამხატვრო აკადემიის საგამოფენო დარბაზში. ფერწერული ტილოებისა თუ გრაფიკული ნამუშევრების ნაცვლად აქ პლაკატები იყო წარმოდგენილი. ქართულმა ცნობილმა მხატვრებმა ამჯერად სწორედ ასეთი ორიგინალური ნამუშევრების შესთავაზეს დამთვალიერებლად. იდეა წამოვიდა თვითონ სათაო ოფისიდან კონკურსი გამოცხადდა ეს იყო კონკურსი გამოაცხადა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და USAID-ის ერთობლივი პროექტი არის ადამიანის უფლებები ქართული კულტურის ნაწილია. საინტერესო ალბათ უფრო იმით არის, რომ თვითონ აქტუალური ხელოვნება ადამიანის უფლებათა დაცვის კონტექსტში მიმოიხილება და აი ეს ამ ორი სფეროს შეღწევადობა, თქვა იურიდიული, სამართლებრივი და თქვა აი ეს ხელოვნებო სივრცის. რამდენად ითვისებენ ამ არეალს ერთი
და თქვათ მეორე და რამდენად ითავისებს თქვათ ერთი იმის პრობლემას და მეორე პირველის პრობლემას. 6 მხატვარი იღეს მონაწილეობას: ირა კურმაევა, გურამ წიბახაშვილი, ზურა ნაცულიშვილი, კოტე სულაბერიძე, სოფიკო ჩერქეზიშვილი და დათო ალექსიძე. აი ესეთი ტიპის გამოფენა ეს არის გაუთავებელი წვეთი, გაუთავებელი ბომბარდირება იმაზე, რომ საზოგადოებას არის ცნობიერ, განათლებულ, შეგნებულ ადამიანთა გაერთიანება. და ეს არის ძირითადად აი ამ ტიპის გამოფენები სწორედ აი ამ შესანიშნავი წვეთის ფუნქციას ატარებს. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.